სოფელ ჩაქვისთავში საავტომობილო გზების მოასფალტება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში 10 კილომეტრიანი მონაკვეთიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 2 კილომეტრი მოწესრიგდა. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია, დარჩენილი 8 კილომეტრის მოასფალტება კი მომავალ წლებშია დაგეგმილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები საჭირის მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, გზის მოწესრიგების შემდეგ მუშაობა გაზიფიცირების საკითხზე დაიწყება. მნიშვნელოვანია ჩაქვისთავის მოსახლეობისთვის. მომავალში ალბათ თავმჯდომარემ დაუკვირდა, რომ გაგრძელდება ეს ასფალტის საფარი ჩაქვისთავის ბოლომდე ცენტრამდე. ჩაქვისთავი ხალის გავლით ძალიან ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობა და კომუნიკაცია ცენტრთან იქნება უფრო სწრაფი და მეორე მხრივ აქვს ის მნიშვნელობა, რომ არის ტურისტული მნიშვნელობის გზა, კერძოდ ტირალას ტყეპარკთან მისასვლელი გზა კეთდება. ვფიქრობთ იმაზე, რომ მოხდეს ახლო პერიოდში გაზიფიცირება და უკვე სოკართან იცით ჩვენ დაანონსებულია 2015-16 წლებში ხილვაჩაურის და ქობულეთის რაიონის გაზიფიცირება 100%.